გილოცავთ კვირა დღეს, ქვის აღდგომის დღეს და ასევე გილოცავთ დღეს საეკლესიო ახალი წელი დადგა და მართებულია რომ რაღაცა ნიშანი უნდა იყოს რატო ეს ახალი წელი ეხლა რომ კიდე იანვარში არის ახალი წელი ახალი ცხოვრება არის მაგრამ ცხოვრება ასე წრიულია დაიწყო დაიბადა ადამიანი გავიდა ერთი წელი მე ისე დაბადების დღე მე ისე და ასევე არის წელიწადი რომ გაიარა ერთმა წელიწადმა და დღეს არის ჟამი შემოდგომისა ჟამი ნაყოფებისა როგორ გავიარეთ ეს წელიწადი და ამასთან დაკავშირებით თქვენ დღეს მოისმინეთ მაცხოვრის სიტყვა როცა წარმოთქვა ნაზარეთში ყოფნისას სინაგოგაში და გავიხსენოთ რომ მან დაიკითხა ისაიათი ასე მეტყვის სიტყვა რომ ეს არის დღე განსაკუთრებული და სიტყვა შემდეგია სული უფლისა არის ჩემზე რომცა გამოცმე რათა ვახარო ლახაკებს რადგან მომავლენა მე რომ განკურო გული შემოსვინდა უკადაგო ტყვეებს განთავისუფლება და რმებს თვალების ახილვა და შეურებულებს მიტება და მიტევ გაშვება და მიქადაგო წელიწადი უფლისა შეწარებული აი საოცარი სიტყვა ეს არის რომ ჩვენ რაც შესაძლოა ხოლმე ახალ წელიწადს და უფალი გვეუბნება რომ ეს არის ახალი წელი უფალი მოვიდა ქვეყანაზე ჩვენ და საკურნებელად ჩვენ შვებისათვის ჩვენთან და ამოსო რადგან მომავლე მე რომ გაანკურნო უდ შემოსილნიო და უკადაგო ტყვეებს განთავისუფლება და ბრმებს თვალები ახილვა იგი საკურნებელად სულ და ხორცზე მოვიდა უფალი შვებისათვის ნუგეშისათვის მაგრამ რა ნაყოფი გამოიღო ამ წელიწადმა მაცხოვარმა დაუკითხა ყველას გასაგონად და შემდეგ დაждინა და უთხრა დღესო აღსრულდა ეს დაწერილი თქვენ ყურადს აღებათო ხოლო მათ იფიქრეს რომ ვინ არის ეს ხო ჩვენ ვიცითო მისი იგონათო იოსები მამა არის მისი ძმები დები ვიცავთო და თავის თავს რატო მიაწერს ამას ანუ არის წელიწადი ჟამი ღვთის შემეცნებისა რომ არ გავა დღე და ერთი კვირა თუ თვე თუ წელიწადი რომ ან სამწუხაროამი არ მოხდება ან სასიხარულამი არ მოხდება ან განსასწრელი არ იქნება და უფალი ეუბნება რომ აი ყოველივე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ნუგეს პასუხს ჩემგან მიიღებთ ჩემი სიტყვებით ჩემი თქვენი მოსვლით და ჩვენთვისაც შემოდგომა არის ჟამი როდესაც გასული წლის მიერ დათესილი თუ განერგული თუ მოვლილი და იმის ნაყოფი მივიღეთ ჩვენ მაგრამ არის ნაყოფი სულიერი ცხოვრების და უფალი ჩვენგან სულიერ ნაყოფს ელოდება იმიტომ ყოველი ახალი წელი არის შეხსენება იმისა რომ უფალი მოსულია ქვეყანაზე ერთხელ მოვიდა და ჩვენთან არის ეკლესიის წიაღში თავისი სიტყვით, ლოცვით და განგებით ჩვენთან არის.
Იმიტომ ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიკითხოთ ისი ნება უხთისა არის ჩვენი ცხონება. შეგი ჩვენ რაში ვაშულეთ, რა გავაკეთეთ დღეს თუ გუშინ თუ ამტის მანძილზე ჩვენ და საცხონებლად რა ნაყოფი გამოვიღეთ ჩვენ უკეთესი გავხდით, უფრო მშვიდნი, ნაკლებად განვიკითხავთ, მეტ მოწყალებას ვაშულებთ ჩვენ ეხმარებით გაჭირებულს თუ პირიქით უფრო მეტი განკითხვი, სული მეტი შფოთი, მეტი წინააღმდეგობა ერთმანეთთან. აი ასე შევაფასოთ ჩვენ ახალი წელი, რომ ახალი წელი არის ჟამი შეიძლება ხნათესვა და ზრუნვა მომავალს ნაყოფებისათვის. ეს კარში მოისმენთ პავლე მოციქულის ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ, სადაც იქ როგორც ჩანს მრევლში ვიღაცა შესწოდა და უპასუხა მათ პავლე მოციქულმა, რომ იქ შესწოდა ორმა ადამიანმა და ასახელს, რომ ესენი არიან ჰიმენე და ალექსანდრე, რომელიც გადავეციებს სათა განისწავლონ, რომ აღარ გმობდნო. ვიღაცა იყო მრევლში, ამტალებელი იყო, არასდროს ასწავლიდა, არასდროს იქცეოდა და უფალი შეწუხდა მათ გამო. და ამიტომ ვთხოვ უპირველეს ყოვლისა, აღავლინოთ ვედრებაო, ერთმანეთის ისიოცეთო. შემდეგ ამსო ლოცვა და თხოვნა და მადლობა ყველა ადამიანისათვისო. რამე თუ მეფებს და ყველა ხელისუფლისათვის უნდა ვილოცოთო, რათა მშვიდად და ყუდოდ ცხოვრობდეთო, სული ღვთისმოსაობი და პატიოსებითო. ჩვენ ხედავთ, რომ ეს წლები ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენისა 91 წლიდან რამდენი ნებათა ღელვა, რამდენი დაპირისპირება, რამდენი მსხვერპლი მოყვა ამ ყველაფერს, რატომ რომ ლოცვას კი ამბობდნენ, მაგრამ უფალი არ ახშოვდათ. ლოცვა სიტყვა არ არის ლიტონი, ლოცვა არის მიმართა უფლისაკენ და უფალი მოწყალე და სამართლიანია და დაუთეთ უფალს და უფალი შეგვიწყალებს ჩვენ და შეგვეწევა და ამბობს, რომ ყველას ვილოცოთო, ერთმანეთისთო და ხელისუფლებისაც ვილოცოთ. მე ვეტყვით, რომ ხშირად შეთხო, რომ ვიღაცა ოპერაციას გასაგებს მიდის ექიმთან საავადმყოფოში და ვილოცოთ ჩემთვისო. კი, ჩვენ ვილოცოთ, მაგრამ შეცეთ ვილოცეთო და ექიმებისაც ვილოცოთ, რა არაფერი შეიშალოთ. ასე არის, თუ ჩვენ თავრობას განვიკითხავთ, მაშინ ცხადია, იქ საწინააღმდეგოებსაც გააკეთებს. თუ შფოთავ, იდა გამშვიდეს ორითი, თავისი ძალითაც მას აქვს. იმიტომ რომ შფოთავს 10 კაცი და წუხდება 100 კაცი. აი გვავიწყდება ჩვენ. ან ერთი მეზობელი შფოთავს და 3 შეწუხებულე მისი შფოთითო. და ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. მშვიდობა გულში ვატაროთ. და ამის ამბობს მოციქული, თხოვე უპირველეს ყოვლისა, რომ აღავლინო ვედრება, ლოცვა, თხოვნა, მადლობა ყველა ადამიანისთვის და მეფეების და ყველა ხელისუფლებისათვის. ვინ იყო მეფეები მაშინ? რომის იმპერატორი, წარმართი, კეთაღოისმელი, დევნილი ქრისტიანებისა და ამბობს პავლე მოციქული, რომ ილოცოთ მისთვისო. რატო? რომ მშვიდობა დამყარდესო. მშვიდობისად ილოცოთ, ეს დღეს ილოცოთო. და შემდეგ ამბობს, რომ რათა ყუდოდ ცხოვრობდეთ სული ღვთისმოსაობით და პატიოსებითო. მაგრამ ეს არის კეთილი და სათო ჩვენი მარცხოს ღვთის წინაშეო. ხედავთ, უფალმა ნაზარეთში რაც უთხრა სინაგოგაში, რომ მოვიდა ეს წელწადი, მოციქულს ამას ამბობს, ეს წელწადი გრძელდება. ეს წელწადი გრძელდება უკვე 20 საუკუნე. და კიდე გაგრძელდება ქრისტეს მოსვლამდე. მაგრამ თითოეულ ადამიანს მოვლინდება ქვეყანას მართებს სწორედ აი ამ მომავალისათვის მომზადება.
მშვიდობით, ლოცვით, მედრებით, წყალობით და მოწყალებით და სასოებით. ეს არის დღე ჩვენი მშვიდობისა, ჩვენი შეტყარებისა, დღე მადლობის და მადლიერებისა. ერთ-ერთ მამას აქვს, ამასთან დაკავშირებით, თუ უხვი მოსავალი მიიღეთო, მადლობდეთ ღმერთსა და გაქვთ საშუალება სხვას დაეხმაროთ, გაჭირებას გასცეთო. თუ პირიქით სიუხვე არ არის, ხო, ცოტა წირი მოსავალია, მადლობა რომ ეს წირი მაინც არისო, შიმშით არ დავიხოცებთ ჩვენ, რომ ესე იგი ან ჩვენი ცოდვა, ან ჩვენი გამოცდა არის ეს და ვითხოვოთ რომ მომავალში უკეთესი იყოს. იგი რაღაცა ხდება, თუმცა ჩვენ ღვთის განგებით ცხოვრობთ და გვახსოვდეს რომ ყოველივე ჩვენთასაც ხომ ხდება ქვეყანაზე. და ვეცადოთ რომ მშვიდობის ნაყოფი გამოვიღოთ ყოველ წლის ბოლოს. დაგვიცავთ მადლობთ უფალს და ჩვენ ახლა აღვავლეთ ლოცვა ვედრებას ახალი წელიწადის დაწყებისათვის. როგორ შევხვდეთ, როგორ ვილოცოთ. ასევე სასწავლო წელიც იწყება და გვინდა რომ წარმატებული იყოს თქვენთვის. განსაკუთრებით ჩვენ მოსწავლეების, სტუდენტებისათვის. დადგომა ქრისტემან ეშოთა ვეთო ჩვენმა მეხვდ კურსეს დეცათვისათა დედოთ ოლქებუთა მოწყულთა ქრისტე და ღეშოთ ალთა ჩვენთა ყოველდღიურთა შეგვიწყალნეს და გაცხონეს ჩვენ ვითარცა სახიერას და გასთ მოყარე კიდევ ერთხელ მადლობა სიათ უფალს მშვიდობისათვის ჩვენს ქვეყანაზე და ვითხოვთ რომ მშვიდობით გავლოთ მომავალი ახალი წელი მადლობთ იმისათვის რომ ვინც დაიწყო ნებისმიერ სწავლა და წელს დაამთავრა მოიმკა ნაყოფი თავისი შრომისა და სწავლისა და გააგრძელა თავისი მოღვაწეობა და ახლა ახალი თაობა პატარა ბავშვები აქ ისხენ და ისინი სკოლაში მოვიდნენ ზოგი პირველ ზოგი მეორე და ეს არის ჟამით ესვისა რომ მომავალი ცხოვრება ეხლა ითესება მათ გონებაში მათ გულში
წარმოდგენებში ქვეყანაზე, რომ დაიწყო ცხოვრება სიყვარულით, სითბოთი და პასუხისმგებლობით, მშობლების პატივისცემით, უფროსების პატივისცემით, მასწავლებლების მოსმენით და წარმატებით ცხოვრება უშუალოდ მათ უხვად არიან ბავშვები, ხვალ სასწავლო წელით იწყება. დაგილოცავთ ოჯახებს, შვილებს, ქვეყანას უშუალოდ მშვიდობას, წარმატებას მორიგი ისევ არჩევნები მოდის და მშვიდობით ჩატარდეს და უკეთესი არჩევანი გავაკეთოთ ჩვენ. არჩევანი, რომელიც ქვეყანას მშვიდობას მოუტანს, ეთერდღეობას, წარმატებას და აღორძინებას. და თქვენი დღეს წელიწადი არის საერთოდ გამოცხადებული. საქართველოს ეკლესია და ქართული ერი დღეს აღნიშნავს 1700 წელს გაქრისტიანების ჩვენი ქვეყნის და ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრების ჩვენ შორის. თუმცა ჩვენ დღემდე მოვიტანეთ შრომით, ღვაწლით, ლოცვით, ვედრებით, მარხვით, ბრძოლით, სისხლის დაღვრით, თავდადებით და ვართ დამოუკიდებელნი და ღირსების მქონეერი თავისი ისტორიით, თავისი ტიარის მონაპოვრით და იმედით, რომ ჩვენ იმ ჩავარდნილ მარცვალს ღვთის სიტყვისა ჩვენს ერში მეფე მირიანს და დედოფალ ნანას ტუნდანიოს მიერ და მანამდე ანდრე პიოტოდებულის მიერ შემოტანილი, რომელსაც მრავალი ნაყოფი გამოიღო ჩვენს ერში წმინდათა დასით, ტაძრების ჩვენებლებით, განათლების სისტემით, აღზრდით მოვითაობისა, რომ ეს იკურთხება და აღინიშნება განსაკუთრებით შემდეგ კვირას მეფე დავით აღმაშენებლის ამ ქვეყნის გაშლის 900 წლისთავი. თქვენც საფლავი მისი გელათშია, იქნებ საზეიმო წირვა, ბუნებრივია კვირა და ისაც ეკუთვნის და დღესასწაული და საზეიმო ჩვენ აღნიშნეთ ამას, ცდელობა იქნება მაგრატიდან გელათში. და მიეძღვნება ამ დღესასწაულს ჩვენ მეცნიერთა ისტორიკოსთა შრომები, მათი მოხსენებები და მნიშვნელობა ჩვენთვის იმ ჩვენი დიდებული წარსულისა, რათა იყოს მისაბადი ჩვენთვის მომავალ-ცხოვრებისათვის. როგორ წარმართო რა როგორი იყო მეფე დავითის პოლიტიკა, როდესაც უმძიმეს პირობებში იყო ჩვენი ქვეყანა, როცა თუ სელჯუკებს დამკვიდრებული ჰქონდათ, განადგურებული ჩვენი ვენახები, ბაღები, იმიტომ რომ მათ საძოვრები ჭირდებოდათ, მომთაბარე ხალხი იყო და სიმრავლე მათი იყო წარმოუდგენელი. როგორც ყალიები მოეფინნენ ქვეყანასო და დევნიდნენ სარწმუნოებას, დევნიდნენ ქართველებს, მაგრამ აი უმძიმეს დროში მეფე დავითმა შეძლო აღორძინება ქვეყნის და მის სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბება, გაძლიერება, ისე რომ შემდეგ დაიწყო ოქროს ხანა ჩვენი ქვეყნისა. აი ასე მართებს ჩვენ ის გამოცდილება მეფე დავითისა გავიზიაროთ და დავინახოთ, რომ ეს არის სწორი გზა, უფლისმიერი გზა და სიყვარულისმიერი გზა. სიყვარული უფლისა, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული ერისა, სიყვარული სიმართლის და სიწმინდისა სიყვარული. ეს გზა დაგვილოცეთ ჩვენ უფალმა და უყურისამდე გავზრდეთ ის მოსვლამდე. დაგვილოცეთ ყველას. ასე რომ ეს იცოდეს ჩვენი ეპარქიის მოსახლეობამ, ეს აღინიშნება განსაკუთრებით იმედია სხვა ეპარქიიდან მდელთავარი ჩამოდის, სადღეობა ჩამოაღნიშნავს ამას და მე გელათში მეფე დავითის საფლავზე წირვის შემდეგ შესულა პარაკლისი სამედროვე მეფე დავითის მიმართ, რომ კეთილ წარმართოს ჩვენი ერის ქვეყნის სახელმწიფოს ცხოვრება და იყოს წარმატებული, გამარჯვებული, აღორძინებული ყველა მიმართულებით, ვიტყვით, როგორც მეცნიერებით, შემოქმედებით, ნიჭით, სპორტით იქნება და განსაკუთრებით ვითხოვთ, რომ სულიერი წარმატება გქონდეს ჩვენ, ისეთ ვიდგეთ სარწმუნოებაზე და ჩვენი ერთმანეთით უფალი იქნებ ჩვენ შორის უკუნისამდე.